გამარჯობათ, ეს არის პოდკასტი ყველაფერი ესთეტიკაზე, რიგით მე-14 ეპიზოდი. დღეს ჩვენი სტუმარია მედიცინის დოქტორი, ექიმი, ესთეტიკოსი თამარ შარაშენიძე. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება წინ პრობლემებზე, აქტუალურ თემებზე, მნიშვნელოვან საკითხებზე და პროცედურებზე. რა თქმა უნდა და ვერ ამოვწურეთ ეს თემა, იმდენად საინტერესოა დღეს და აქტუალური. არც ამოიწურება და ვერც ამოიწურება ეს თემა. იმიტომ რომ თანდათანობით ვითარდება ეს სფერო. ახალგაზრდა დარგი არის მედიცინის, თუმცა ძალიან განვითარებადი დარგი არის და ინტერესი მთელი მსოფლიოსი არის ძალიან დიდი. როგორც პაციენტების კუთხით, ისე ბიზნესის კუთხით, ასე რომ ამის ამოწურვა ჯერ არავინ არ შეეცდება. რა თქმა უნდა, ჯერ კიდე მაგაზე წინ ისეთ საინტერესო მასალები და ფაქტები იქნება და მაინც რა ხდება ახალი ჩვენ სფეროში, მაინც ახალი. ხო, ახალი ხდება სხვადასხვა მიმართულებით და ეს ძალიან საინტერესო და კარგი არის. რა თქმა უნდა, როგორც ყველაფერს მასაც ახლავს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენი სოციმედიის განვითარებამ და მთლიანად გადასვლამ ამ სოციმედიაზე და TikTok-ის ბრენდების ჩამოყალიბებას შეუწყო რაღაც ასე ვეძახით, ხო, TikTok ბრენდები. შესაბამისად გავლენა იქონია ჩვენი მიმართულებითაც, ხო? პაციენტებმა უკვე დაიწყეს ზუსტად ამ ტრენდებით სიარული სპეციალისტებთან. და ეს ტრენდები არის ზუსტად ის, რაც შეიძლება სწორი ინფორმაციის ჩამოყალიბებაში შეუშალოს პაციენტს ხელი. თუ სპეციალისტს არა, იმედი მაქვს, რომ სპეციალისტებს არ უშლის ხელს, იმიტომ რომ მე გახსოვს ჩვენ მქონდა საუბარი ერთხელ გადავაწყდით რამდენიმე ეგრეთ წოდებულ სპეციალისტს, რომელიც TikTok-ზე საუბრობდა და მე და სოფო ვუყურებდით ერთმანეთს აი ესე გაოგნებულები, იმიტომ რომ იმ ადამიანისგან უბრალოდ არ ველოდებოდით სწავლებებს TikTok-იდან და ნებისმიერი პლატფორმიდან, იმიტომ რომ არ შეიძლება იმ ადამიანმა ვინმეს რაიმე ასწავლოს. იმიტომ რომ თვითონ ვერ იქნება ბუნებრივია სპეციალისტი ეს ადამიანი და ამიტომაც ადამიანები ძიბნევიან, იცი, ვეღარ გაიგეს ვის ენდონ, ვის არა და ჩვენი ვალი არის მე მგონი სოფო ხო რომ რაღაცა ნათელი მოვფინოთ ამ ხარესაც ესეთიკის. არა, მოვფინოთ ნათელი კარგია თუ სასწაული არ მოხდა კითხვის ნიშანი და მაინც TikTok-ი არის განათლების პლატფორმა თუ დეზინფორმაციის. იცი რა არის ცალსახად ძალიან რთულია ვისაუბროთ კონკრეტულად დეზინფორმაციის არის თუ განათლების. განათლების პლატფორმები საკმაოდ ბევრი გვაქვს უკეთესი. ინფორმაციის გავრცელების არის რა თქმა უნდა Instagram-ი, TikTok-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ. ახლა დაგვემატა ხელოვნური ინტელექტი კიდე, რომელმაც საერთოდ არიდარია ყველაფერი, იმიტომ რომ პაციენტები ყველაფერს ჯერ ChatGPT-ს ეკითხებიან და შემდეგ მოდიან ჩვენთან. და სიმართლე გითხრათ, ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწავლებამდე ჯერ ძალიან ბევრი გვიკლია ალბათ. კი ბატონო, აქვს თავისი დადებითი მხარე აქვს, კი რა. მხარე ამ ყველაფერს, მაგრამ უნდა იცოდე მისი სწორად გამოყენება. მეც ძალიან ბევრჯერ ვიყენებ თუნდაც აი ამ ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სისულელე პასუხებს მცემს, თუ არ ვიცი მე ის საგანი. თუ არ ვიცი ვთქვათ, აი რაღაცას ვეკითხები ჩემს დარგში და თუ მე ანატომია არ ვიცი, თუ მე არ ვიცი პროტოკოლები, თუ მე არ ვიცი პრეპარატები, თუ მე არ ვიცი შემადგენლობები და ისინი რა გავლენას ახდენენ კონკრეტულად, ჩვენ ახლა კანზე გვაქვს საუბარი და კანზე, შესაბამისად ვერაფრით ვერ მივხვდები ის ინფორმაცია სწორია თუ არ არის სწორი. ამიტომ პაციენტებს ჩვენი მისია და მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ პაციენტებს უთხრათ, რას მოусმინონ ამას ვერ ვეტყვით, მაგრამ როგორ გაცხრილონ ინფორმაცია. როდესაც მიდიან სპეციალისტთან, ჩემი აზრით, სოფო, არ არის ახლა სირცხვილი, რომ კითხონ ამ სპეციალისტს თუ პირველად მიდიან და არ იცნობენ, ვინ არის, რა არის და საიდან მოდის საერთოდ, რა ვიცი. გეთანხმები, მაგრამ აქვს სამედიცინო ერთი ამბავი აგვიტყდა ზუსტად ეგ რომ წარმოვთქვით წინა გადაცემაში რომ აუცილებლად უნდა იკითხოთ ვისთან მიდიხართ, ამას მოყვა ძალიან დიდი აჟიოტაჟი. რა აჟიოტაჟი მოყვა? იცით რა, აი თქვენ მაინც სპეციალისტები ხართ და ალბათ ცოტა უფრო სხვა კუთხით უყურებთ. მე როგორც ასე ვთქვათ პაციენტი ისე შემილია რომ შემოგედაოთ. მაინც ადამიანი მიდის მეგობრის ან ახლობლის ან ვინმეს ვისი
შედეგიც მოეწონა მასზე კი ბატონო, დაყრდნობით. ეს სხვა თემა. კი, ძირითადად მაინც ასე ხდება შერჩევა, რომ მოსწონს მისი ვიზუალი, ან მისი გაკეთებული ტუჩი, ან ლიფტინგი, ან სახის კანის მდგომარეობა და ასე იშვიათად დღეს მაინც რომ ადამიანი ბრმად მიდიოდეს. არ ვიცი, შეიძლება ვინმე მიდის ბრმად, მაგრამ მაინც იშვიათობა მგონია. კი, იმიტომ რომ ეს ის მიმართულებაა ჩვენი, როდესაც ვთქვათ, ეხა ესე ვერ შეივლი. გზად და ვერ გაიკეთებ პროცედურას, ვერც მაგრამ მხოლოდ Facebook-ს და Instagram-ს ვერ ენდობი, ჩემი აზრით. შეიძლება კონკრეტული სპეციალისტი ასე ხელაღებით ვთქვათ არ შეარჩიო, მაგრამ ძალიან ხშირად ყოფილა ჩემთან პაციენტი მოდის და ნახა რაღაცა სოციალურ ქსელში, იგივე ჩვენი კოლეგის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მეუბნება, რომ აი ეს გამიკეთე, გინდა თუ რა ის ამბობსო, რომ ეს კარგიაო და ის კი, ძალიან ზუსტად ეგ უთხარი დღეს სოფო საკრომოვდიოდით ერთ-ერთ პროცედურაზე, ვნახე და რას შენი აზრი მითხარი ზოგადად ამ პროცედურასთან დაკავშირებით მე. ექიმა თქმა უნდა ექიმა. ვისაც ინდობი სოციალურმა ქსელმა უნდა გადაწყვიტოს, მოდაში შემოსულმა პროცედურამ უნდა გადაწყვიტოს თუ ექიმა, რა თქმა უნდა. როდესაც ჩემთან პაციენტები მოდიან, ხშირად ანამნეზის გარეშე ბუნებრივია არც ერთ პროცედურას არ ვაკეთებ. ძალიან დეტალურად ვკრებ ანამნეზს. ჩვეულებრივად ჯერ მე გარდავიქცევი თერაპევტად და შემდეგ უკვე ვარ ესთეტიკის მიმართულებით, როდესაც პროცედურის შერჩევას და მის შესრულებას და შევუდგები და საქმე რაშია იცინინო, ძალიან ბევრჯერ მე პაციენტი ამირიდებია სერიოზულ პრობლემას. ეს რას ნიშნავს? როდესაც ჩავიკითხე, იქ აღმოვაჩინე ისეთი დაავადების საწყისი თუ შუა რა ვიცი მე ნიშნები, რომელიც არათუ ჩემ პროცედურებს საჭიროებს კი არა და ეწინააღმდეგება საერთოდ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისთვის. არამედ არც კი იცოდა თუ ის დაავადება ქონდა, უბრალოდ ჩემთვის საყურადღებო რამდენიმე ნიშანი ისეთი დაასახელა, რომ სასწრაფოდ მივმართე კონკრეტულ სპეციალისტთან და მართლაც და ის ადამიანი რამდენიმე გადარჩა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც რამდენიმე ადამიანის გადარჩენა ღირდა ჩემ პროფესიად, ხო? ასე არ არის, მაგრამ ნამდვილი ექიმი ასე მოიქცევა და ამას ხო თავისი ცოდნა ჭირდება. როდესაც პაციენტი მოდის შენთან და ტუჩი მინდაო, გეუბნება და დაწექი ახლა და პირდაპირ ტუჩს აკეთებ. აბა ეს ნორმალურია? კარდიოლოგთან რომ მიდიხარ, შენეუბნები რა დაგინიშნოს და რა დოზით და რა ვადით? ხო ვერ ეუბნები. ჩვენც ექიმები ვართ, ჩამოყალიბებული, ჩვენი მიმართულების ოღონდ და ჩვენი ვალი არის ჯერ სწორად შევკრიბოთ ინფორმაცია პაციენტთან მიმართებაში, გამოვიკვლიოთ რა, როგორ, რანაირად და შემდეგ უნდა უკვე დავნიშნოთ ჩვენი პროცედურები. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს გვიწყობს ვთქვათ, რომ უარი არ ვთქვათ, მაგრამ იქ რაღაცაა გამოსასწორებელი. მაგალითად, რკინა აკლია პაციენტს. რაც არ უნდა რევიტალიზაციები ვუკეთოთ ახლა ჩვენ სოფო. არაფერი არ გამოვა. გადაყრილი თანხებია ეს, ხო? და ამდენი უამრავი ნიუანსი არის და ჩემთვის პირადად მთავარი არის შედეგი და არა კონკრეტულად იმ დღეს ჩატარებული პროცედურა. ამიტომაც ვუშვებ პაციენტს, ვეუბნები, მომიტანე ანალიზები, მომიტანე ეს და ამის შემდეგ კი ბატონო დავგეგმო და ზოგი მიყურებს გაშტერებული, რომ მე ახლა ასეთი აღჭურვილი თუ უნდა მოვსულიყავი აქ არ მეგონო. დიახ, აღჭურვილი უნდა მობრძანდეთ ჩვენთან, ისევ თქვენთვის, ისევ თქვენი კეთილდღეობისთვის, რომ ჩვენ შესაბამისი პროცედურა დაგინიშნოთ. არა ის, რაც მოდაშია, არა ის, რაც TikTok-ზე გავარდება, არამედ ის, რაც კონკრეტულ თქვენი მდგომარეობიდან, დაბერების მორფოტიპიდან, შინაგანი და გარეგანი ფაქტორების შეფასების შემდეგ, რასაც გადაწყვეტს ექიმი, აი ის რო შევარჩიოთ. კარგით, როგორ შეარჩიოს ექიმი სპეციალისტი ადამიანმა, ვინც ახლა გვისმენს, ხალ და ვისაც ჯერ არ ყავს თავისი ესთეტიკოსი და უნდა და არის შერჩევის პროცესი. აი, როგორ შეარჩიოს? რას ურჩევდით? მე ორივეს თან მაქვს ეს კითხვა. ქალბატონო სოფია. კი, ბურჩიოთ. თქვენ გისმენთ, თქვენ ხართ ჩვენი რესპონდენტი. აი, იმიტომ რომ ზოგსერიდება ხო, რომ ესე პირდაპირ გიუთხრას, რომ აი მაჩვენე დიპლომი, რომ ნამდვილად ექიმი ხარ, ეხლა ცოტა ხო უხერხულია. მოდი ერთ პარალელს გავავლებ პირდაპირ რომ არ გიპასუხოთ.
ერთი პერიოდი, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც სტერილიზაცია დავიწყებული თემა იყო ბიუთი ინდუსტრიაში და არა მარტო ბიუთი ინდუსტრიაში, არამედ სტომატოლოგიაშიც და ძალიან ბევრი ინფექციის წყარო ხდებოდა, მათ შორის ძალიან საშიში ინფექციები. და დაიწყო ამ სფეროს მოწესრიგება. შემდეგ უკვე პირადად მე გახლავართ საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი და 2013 წლიდან ძალიან ბევრ მარეგულირებელ დოკუმენტზე მაქვს ნამუშევარი და ერთ-ერთი იყო ზუსტად სტერილიზაციის ამბავი. მაშინ სალონებში რო შედიოდნენ და მანიკიურ პედიკიურის სპეციალისტებთან მიდიოდნენ, ერთადერთი კვარცი ედგათ, აი ასე, არ ვიცი გახსოვდება, აი ესეთი კვარცი, სადაც ჩარჭობილი ქონდათ აი ეს იარაღები და ეს ამას ერქვა სტერილიზატორი. ეს სტერილიზატორი არაფერ არ იყო ეს სტერილიზატორი, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს კვარცი არის უკვე გასტერილებული იარაღების შესანახი რაღაცა, ხო, რომელიც გარეშეც ძალიან მშვენივრად გავძლებ. მე ადამიანები მეკითხებოდნენ რომ ვაიმე რა ვქნა უკ ვერიდებო ამ სალონშიო რომ შევდივართო როგორ უნდა გავიგოთ ეხლა იქო გასტერილებულია ეს ძალიან ჩვეულებრივად მოითხოვეთ სასტერილიზაციო კუთხე მანახეთ როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებში მოხდა ანალოგიურად შეგიძლიათ ეს თქვენი ჯანმრთელობა ეს თქვენი უსაფრთხოობა ასე რომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მოითხოვოთ რა როგორ სტერილდება ელემენტარულად აი ეს იარაღები. ჩვენ შემთხვევაში თუ შენ პირდაპირ ვერ იკითხები ამ ექიმს, ყველაფერი დევს ინტერნეტში დღეს. ჩემი სახელი და კვარი რომ ჩაგუგლო, ძალიან ბევრი ინფორმაციას ამოგიგდებს ბოლო-ბოლო და შეგიძლია რომ ვიდრე ექიმს მიაშურებ, მანამდე თუ ვერ ეკითხები შენ მას, მანამდე მოიძიო ეს ინფორმაცია მის შესახებ. რა პრობლემა არის? მაგრამ ნახეთ, აქ არის მეორე კითხვის ნიშანი. დავიწყოთ ინტრიგული თემების. დავიწყოთ კი ბატონო. თუ მზად ხარ? აქ არის მეორე კითხვის ნიშანი, რომ დიპლომი არ ნიშნავს განათლებას სამწუხაროდ. ჩვენ ქვეყანაში თურმე არსებობს სიტუაციები, როდესაც ეს დიპლომები არ არის ნამდვილი. არის თუ არა ასეთი რამ სოფ? რაღაც მსმენია, ესე არ ვიცი. ძალიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვყოფილ ვართ. ახლა ვინც გვისმენს და ფიქრობს, რომ შეარჩევ, ვერაფერსაც ვერ შეარჩევთ. ანუ ასეთი დასკვნა გამოვიდა. არა, ეს არის ალბათ ის მომენტი, როდესაც 90-იანებში უკვე ესთეტიკის სფერო, ასე ვთქვათ, ჯერ კიდე მაშინ სად იყო მიძინებული იყო, არ იყო საჭირო დიპლომები, ხო ასე არის? არ სჭირდებოდა კოსმეტოლოგიას, არ სჭირდებოდა არანაირი დიპლომები და ამიტომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემები შეიქმნა. უბრალოდ მე ვთვლი, რომ კოსმეტოლოგის საქმე გააჩნია, ექიმი კოსმეტოლოგის სხვა თემა არის, მაგრამ კოსმეტოლოგის საქმე არის უფრო არაინვაზიური, მაგრამ ექიმი კოსმეტოლოგი იქ უკვე ინვაზიურს ეხება. ეს არის. იცი რა არის, ხო, ინვაზიური ეს ხა ცოტა ისეთი მცნება, ინვაზიურსაც აკეთებენ კოსმეტოლოგები უბრალოდ ის ეპიდერმისის გარკვეულ შრემდე ჩადის და დერმამდე არ ჩადის მისი პროცედურები და აქაც უნდა იყოს გამიჯნული. ნინო, უბრალოდ ყველაფერი უბედური იმაში არის, რომ ჩვენ ქვეყანაში რეგულაციები არ არსებობს. რეგულაციები არსებობს სადმე? ბოლომდე? რომელიმე ქვეყანაში? ნუ კარგი, ეს ევროპის რომელ ქვეყანაში და ვთქვათ ამერიკაში. როგორ არ არსებობს? არსებობს კი. ყველგან არსებობს. ოღონდაც ყველა ქვეყანას თავისი განსაზღვრული რეგულაცია აქვს. თავისი აქვს. ანუ ყველას ერთნაირი რეგულაცია ჩვენი მიმართულებით არ აქვს. ალბათ ისევე როგორც სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ აი რა უნდა ქნას იმ სპეციალისტმა მაშინ, რომელიც არ აქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ მუშაობს წლებია და არაჩვეულებრივი სპეციალისტია. იმან რა დააშავა? ხო, იცი რა არის, ეს საკითხი ჩვენ ძალიან ბევრჯერ განვიხილეთ და დავაყენეთ სამინისტროში და შეიქმნა დოკუმენტი, რომელსაც გარდა იმისა, რომ იქ გაწერილი არის, ვინ უნდა იყოს, რა უნდა აკეთოს და როგორ უნდა აკეთოს, ჩვენს მიერ უბრალოდ დარგის მიერ. ასევე არის უკვე არსებული სპეციალისტების აღიარების შესახებაც ერთ-ერთი მუხლი. თუმცა ამას კანონის სახე არ აქვს და ჩვენ მისი გაჟღერება ნამდვილად არ შეგვიძლია. გასაგებია? ხო, მაგრამ არიან ესეთი სპეციალისტები, ნამდვილად იცი შენ თამარო, არ არიან ექიმები, მაგრამ არიან წამყვანი საუკეთესო სპეციალისტები, რომელსაც პრაქტიკი და თვალდახუჭული ენდობი. ამიტომ რა დააშავეს შეიძლება რაღაცა ამასობაში რაღაცა გარკვეული თეორიული ცოდნა შეიძინა იმ ადამიანებმა. რა თქმა უნდა, თეორიული შეძენილი აქვს და მუშაობს არაჩვეულებრივი სპეციალისტი
სპეციალისტები არიან ბევრი, ძალიან ბევრი კი იცი შენ რომ არიან. კი, როგორ არ ვიცი და ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანებს, თუნდაც იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენ გამოვჩნდებოდით. ისინი იყვნენ უკვე. მოკლედ არეალზე, ამ ადამიანებმა თავისი მხრებით მოიტანეს ეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეცდომაც დაუშვეს, იმიტომ რომ მაგ დროს ყველა შეცდომაც უშვებდა, ძალიან ბევრი ხო, იმიტომ რომ თუნდაც ელემენტარულად მეზოთერაპიის პრეპარატები იყო რაღაცა მონოპრეპარატები და ალქიმიებს ატარებდნენ და არავინ ეგ 2003 წლიდან ალქიმია წიგნი არსებობდა, ესეთი მეზო პრეპარატები თუ როგორ ზავდებოდა ეს კოქტეილები და თან კატეგორიულად გაფრთხილებულები ვიყავით, რომ შეიძლება ალერგია განვითარდეს ისეთ დონეზე, რომ კანკალი გვეწყებოდა უკვე გვეშინოდა. თუმცა იმდენი ინფორმაცია რამდენიც ჩვენ გვაქვს ახლა თანამედროვე ესთეტიკის სპეციალისტებს მაშინ არ იყო და ამ ადამიანებმა მართლა თავისი მხრებით მოიტანეს ეს არა, მოიტანეს და დასაფასებლები არიან და ნინ, არა, მართლა ძალიან კარგი სპეციალისტები არიან. მაინც ასე ვერ შეარჩევენ სპეციალისტ კვერაც გისმინეთ, ესე ჯობია. ესე იგი ნინო უნდა დავარწმუნოთ როგორ შეარჩიეს სპეციალისტი. მე უკვე მხოლოდ წლებია და ალბათ ბავშვობიდან მხოლოდ სოფოსთან დავდივარ და სხვასთან არც მივსულ ვარ და არც მივალ. საბედნიეროდ მაქვს ეს ფუფუნება რომ სოფო მყავს, მაგრამ ვისაც არ ყავს მაინც ჯობია თავისი სოფო, ვისაც არ ყავს ჯობია ალბათ შედეგებზე დაყრდნობით, ხო, პაციენტების ვერა და რატო? ნახე, შედეგი რომ არის ეგრეთ წოდებული before after, რა ვიცი. ამასაც ძალიან მარტივად აკეთებენ ამ ხელოვნური ინტელექტით. ეს ერთი. არა, მე რეალურად ნანახ ადამიანებზე ვგულისხმობ. მაგრამ ნახე, შეიძლება ვიღაცამ კარგად გააკეთა ტუჩი, კარგად გააკეთა ყრიმალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აქვს აკადემიური განათლება სამედიცინო. და ზუსტად ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით ამ ანამნეზის სწორად შეკრებაზე, აი იმის გადაწყვეტილების მიღებაზე, დიაგნოზის დასმაზე, ის ვერ გააკეთებს. თუ მას შესაბამისი ცოდნა არ აქვს. ეს გამორიცხულია. 12 წელი ვისწავლე მედიცინა და უკაცრავად რატო ვისწავლე, ხო ვერ მეტყვი, ხო? იმიტომ რომ ეს ცოდნა მქონოდა, რომ შენ რო ჩემამდე მოდიხარ, მე მარტო ის კი არა რომ ნემსი დაგარჭო სადღაც და შეიძლება არაჩვეულებრივად გააკეთო, შეიძლება ჩემზე უკეთესად შეასრულოს ვიღაცამ. ექთანი ყოველთვის ექიმზე უკეთესად აკეთებს ნემს. ხო, შეიძლება ვიღაცამ ჩემზე უკეთესად შეასრულოს ის ყრიმალის აუგმენტაცია, მაგრამ თუ მას ის ცოდნა არ აქვს, თქვათ რაც მე, ის დიაგნოზს ვერ დასვავს. აი აქ არის პრობლემა. გასაგებია, ну მაინც არ ყოფილა საშველი მე ეს საშველი არის როგორც არა, რატო არ არის საშველი? ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია, ძალიან. რომელსაც მეცვენდობი, მივალა, ჩემ თავს ვანდობ, ხო? რა თქმა და უნდა. ჩემთანაც მოდიან ჩემი კოლეგები, ვთქვათ, ახლა ერთმანეთს ცოცხლ უკეთებთ ამ პროცესს. ერთმანეთს ყველა რაღაცას უკეთებს და მე ყოველ შემთხვევაში ჩემ თავზე არაფერს არ ვიკეთებ. არიან ახლა ჩემი კოლეგები, რომლებიც თავიანთ თავს თვითონ უკეთებენ, კი ბატონო. არავითარ შემთხვევაში მე ჩემ თავს ტკივილისთვის ვერ გავწირავ საკუთარი ხელით. დღეს რა პროცედურებია ყველაზე პოპულარული? ყველაზე პოპულარული? აი, ტოპ 3 რას იტყოდით თქვენ? კი, ახავე დაგისახელებ. ეს არის ბოტულინოთერაპია, ნომერ პირველი პროცედურა ალბათ მთელ მსოფლიოში. და ჩემთვისაც ნომერ პირველი პროცედურა არის, იმიტომ რომ ბოტულინოთერაპია ეს არ არის მხოლოდ ნაუჭების გასწორების თერაპია. ეს არის თერაპიული ლიფტინგი, ეს არის მოდელირება, არაჩვეულებრივი საშუალება, იმიტომ რომ თუ შენ კარგად იცი ბოტულინოთერაპია, აი საოცრებები შეიძლება ჩაიდინა. ანუ ჩვენთან საქართველოშიც პირველი არის ბოტულინოთერაპია. აი ჩვენთან მოწერილი მესიჯების ახლა რო გადავხედოთ, ავიღოთ, ნახევარზე მეტი არის ნამდვილად ბოტულინოთერაპიასთან დაკავშირებული. მეორე ადგილზე რომელი დგას? მეორე ადგილზე დგას უკვე აქ უკვე იყოფს ცოტა ადგილს იყოფს უფრო სწორად, რომ ვთქვათ, ჩამორჩა. ადრე აი რამდენიმე წლის წინ გეტყოდი რომ ტუჩი თქო. ტუჩის აუგმენტაცია თქო, მაგრამ დღეს უკვე აღარ არის. რამ განაპირობა? ასენდე ჩვენ გვილაპარაკეა ამაზე, რამ განაპირობა? ეს განაპირობა იმან რომ ის ისტერია რაცაც ერქვა ეს ფილერებით გაბერილი სახეები უკვე წარსულს ჩაბარდა. და დღეს უფრო ტრენდული არის ბუნებრივობა, ბუნებრივი სილამაზე, ვიდრე
ფილერით გადაბერილი სახე. ხალხი გადაბოტოქსებულ სახეს ეძახის, მაგრამ არ არის. როგორ მაინტერესებს 10 წელიწადში რას ვიტყვით თუ ვიქნებით ცოცხალი ძალიან გამიხარდება პირადად ჩემ თავზე ვამბობ. ანუ რას ვიტყვით 10 წელიწადში, რა არის ტრენდული. თუ აი ნახე ეტაპები გავიარეთ, რა იყო მოდაში ტრენდული და აი დღესდღეობით მივედით ბუნებრივი სილამაზე. სულ სვავ კითხვას. რას ნიშნავს ბუნებრივი სილამაზე? თუ მე ბუნებრიობისკენ. ხო, აი უყურე ბუნებრივი თუ მე ის არ მაკმაყოფილებს და მე რაღაც გავიკეთე, ეს არ არის უკვე ბუნებრივი სილამაზე. მაშინ გეტყვი. ხო. რა მოიაზრება? ახლავე გიპასუხებ. ნახე, ესთეტიკური მედიცინა მოდი პირობითად დავყოთ სამ მიმართულებად. კი ბატონო. ერთი ბიუტიფიკაცია, მეორე პრობლემური კანი და მესამე უკვე ეს ჩვენი ძალიან კარგად ცნობილი ანტი-ეიჯ პროცედურები. ბიუტიფიკაციაც შეიძლება ორად გაიყოს. ერთი, რომელიც ახალგაზრდებში კეთდება, რომლებსაც არ მოსწონთ თავიანთი ტუჩი, რომლებსაც არ მოსწონთ თავიანთი ყრიმალი. შესწორება უნდათ ვიზუალში რაღაცა. უნდათ რომ უფრო ლამაზები გამოჩნდნენ, ვიდრე ყველანი ლამაზები არიან თავისებურად და ინდივიდუალურად, თუმცა მას თვითონ არ აკმაყოფილებს ზოგიერთს თავისი გარეგნობა და რაღაცის კორექტირება ჭირდება. მაგრამ ბუნებრიობა ამ შემთხვევაში სად შემოდის, იცი სოფო? როდესაც შენ გაითვალისწინებ პროპორციებს, როდესაც იმ ოქროს კვეთის პრინციპებს გაითვალისწინებ, როდესაც ტუჩი არ იქნება ამოვარდნილი და ცალკე არ დადის და სახე ცხვირი და თვალი ცალკე, იმიტომ რომ ტუჩიც პროპორციაში უნდა იყოს ცხვირთან, თვალთან და სახესთან. ძლივს გავიგე რა არის ბუნებრივად. და აი, გამიკეთე მის ისე რომ ბუნებრივად გასაგება ძალიან კარგად ვიცი რა არის, მაგრამ ეს კითხვა იმიტომ დავსვი, რომ აი ზუსტად რესპონდენტის სტუმარი, ვინც არის გალბატონი ჩვენი თამარი, ზუსტად დეტალურად ახსნა რა არის ეს ბუნებრივი სილამაზე. იმიტომ რომ ყველას ამოჩემებული აქვს ბუნებრივი სილამაზე და გამახსენდება ხოლმე ბორჯომის ხეობაც არის ლამაზი, ხო? ანუ ბუნებრივი სილამაზე კი გასაგებია. კიდე ერთი თემა. ძალიან ტრენდული გახდა ეს ტრენდული სიტყვაც უკვე მაღიზიანებს სიმართლე გითხრა. ანუ მოდურიც ხო, ნუ გახდა ის, რომ დღესდღეობით მივაღწიეთ პიქს და გადავედით ახალი მიმართულება, ახალი სფეროა, ეს ინტელექტუალური კოსმეტოლოგია. ანუ ინდივიდუალური მიდგომა პაციენტთან, ნუ მთელი რიგი ანუ პაციენტის ცალკე აბსოლუტურად ანამნეზს ხო ვაკეთებთ, გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება უკვე კომპიუტერული ანუ სისტემით და ფოტოდოკუმენტაციით ინდივიდუალურად მიდგომა. მე რა კითხვა მაქვს, იცი, ეს ძალიან კარგი არის და ძალიან საინტერესოა, მაგრამ რატო ინდივიდუალური მიდგომა ჩვენ არ გქონდა პაციენტებთან? მე კითხვა მაქვს, უბრალოდ მე რაც მახსოვს, ყოველთვის მე ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად მიდგომა მქონდა ყოველთვის და მიდგომა მაქვს დღემდე. კომპიუტერიც არ იყო, მაგრამ აი კომპიუტერი აქ არაფერს შუაშია. მე კომპიუტერს საერთოდ არ ვიყენებ ამ შემთხვევაში. ხო, ნუ მიდის იქითკენ, რომ ეს არის უკვე თანამედროვე. არა, ნახე, ეს უფრო მეტად არის თავდაცვა, იურიდიული თავდაცვა. უკვე დღესდღეობით, იმიტომ რომ შენ ძალიან კარგად იცი, ძალიან ბევრი საჩივარი შედის. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი და ეს უკვე ეს ფოტოდოკუმენტაცია ჩვენთვის არის აუცილებელი, რომ თავი დავიცვათ. მაგრამ ნახე ინდივიდუალური მიდგომა რაში გამოიხატება, იცი? შენ უდგებოდი ინდივიდუალურად, მოდიოდა შენთან ადამიანი კოსმეტოლოგიაზე, იქ კანის ხარისხის, მისი მდგომარეობის და პრობლემიდან გამომდინარე ატარებდი პროცედურას, მაგრამ ნახე ახლა სად არის არაინდივიდუალური მიდგომა. მოდი მაშინ ასე დავარქვათ, რომ უფრო გასაგები იყოს. ავიღოთ ბოტულინოთერაპია. აქ დაარჭე, ყველას ამ წერტილებში არჭევდნენ, ზოგიც ასე დადიოდა, ზოგი ასე დადიოდა, ზოგი კარგად დადიოდა. ანუ ნახე, ინდივიდუალური მიდგომა განაპირობებს იმას, რომ სწორად შეაფასო მოცემული კონკრეტული პაციენტი. მისი მორფოტიპიდან გამომდინარე, კუნთოვანი ბალანსიდან, მისი კინეტიკიდან და ასე შემდეგ ბოტულინოთერაპიას აკეთებ, თუ რევიტალიზაციას აკეთებ, შემადგენლობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ ადრე ხა ჩვენ რო ვთქვით, რომ ალქიმიკოსობდნენ თქო და მონოპრეპარატები
იყო. თუმცა რამდენიმე ბრენდს დღემდე აქ არაჩვეულებრივი ეს მონოპრეპარატები, ახლა დღეს გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არაჩვეულებრივი პრეპარატები არის გამოსული, რომელიც რაღაც კონკრეტულ პრობლემას გვიგوارებს ერთს, ან ორს, ან სამსაც თუნდაც ერთდროულად, მაგრამ შენ ხო უნდა იცოდე შემადგენლობა. იმ შემადგენლობიდან რომელი რას გიგوارებს, რომ კონკრეტულ პაციენტს შეურჩიო არა ეს და არამედ ეს. რატომ ეს და არა ეს? პასუხი ხომ უნდა გქონდეს ამაზე. ეს არის ინდივიდუალური მიდგომა. ახლა არის კოლაგენ სტიმულატორების ბუმი. ხა ჩვენის პირველი, მეორე, მესამე ადგილები არ დაგვიმთავრებია. კი, მე მაგას დაუბრუნდა, არ დავიწყებია. არის კოლაგენ სტიმულატორების ბუმი, ხო? არაჩვეულებრივი პროცედურაა კოლაგენ სტიმულაცია. მაგრამ პირველი სჭირდება კი ყველას. მეორე როდის სჭირდება? მესამე რამდენ ხანში ერთხელ სჭირდება? მეოთხე რა ტექნიკით სჭირდება? და მეხუთე რომელი მათგანი სჭირდება? იმიტომ რომ აი ეს კოლაგენ სტიმულატორები გვაქვს როგორც PLLA, ანუ პოლირზემჟავაზე დამზადებული, ასევე PDLLA, ასევე პოლიკაპრონი, ასევე რა თქმა უნდა კალციუმის ჰიდროქსიაპატიტი, ხო? მე რო ვთქვათ ერთი მჭირდება, სოფოს არ სჭირდება იგივე, თუნდაც ორივე ერთს რაღაცას ემსახურება და ორივე კოლაგენის სტიმულაციას იწვევს თუნდაც სხვადასხვა გზით, მაგრამ მე სოფოსთან სხვა პრეპარატს დავნიშნავდი, ჩემთან სხვა პრეპარატს დავნიშნავდი. ანუ ეს გულისხმობს ინდივიდუალური. ხო, მაგრამ ეს ინდივიდუალური მიდგომა, ყოველთვის ყოველ შემთხვევაში მე რაც მახსოვს ჩვენ მიმართულებას ჩვენთან კლინიკაში ყოველთვის იყო ყველა პაციენტთან ინდივიდუალური მიდგომა. მე ეს კარგია. ხო, უბრალოდ იცი როგორი შთაბეჭდილება მრჩება, საერთოდ ესთეტიკის სფეროში იმდენად უკვე რაღაც მიაღწია რაღაც ისეთ წერტილს, რომ იმის იქით აღარაფერი არ იქნება და რაღაცას როგორ არ იქნება? მე აი არ ვიცი, ისეთ შთაბეჭდილება მრჩება, რომ აი რას მივედმოვედებით, აი ეგ არის საინტერესო. იქნება ახალი პროტოკოლები. იქნება ახალი აპარატურა, აი აპარატურულ მედიცინაზე რო ვილაპარაკოთ, არაჩვეულებრივი, თუმცა ისიც ყველასათვის არ არის. კი, აუცილებლად. ნახე, როგორც ბოტულინოთერაპია იყო 90-იანების ბოლოს და მერე ფილერები და მერე ეს მეზოთერაპიები და რაღაცეები და ძალიან ბევრი შეცდომები გამოიარა ჩვენმა დარგმა, რომ დღეს უკვე გამართულად შეგვიძლია, რომ იმ პრეპარატებით სწორად ვიმუშაოთ, ასევე გადის მე ასე მგონია ეს აპარატურული კოსმეტოლოგიაც კი ბატონო გეთანხმები. იმიტომ რომ რაზეც ბუმი იყო, აი სოფო რო კითხულობდა 10 წლის მერე ნეტა რა იქნება, რაზეც ბუმი იყო, თქვათ 2 წლის წინ, დღეს უკვე მესმის კონგრესებზე, რომ არაო იმას ხო არ დავასახელებ კონკრეტულ პროცედურებს მე ხვდი რაზეა საუბარი არაო ყველას ნუ ჯერ ყველასთვის რო არ გაგვეკეთებია ის ისედაც ვიცოდი და ვთქვათ ყველას ისედაც არ ვუკეთებდით მაგრამ იმ ადამიანსაც რომ მთელ სახეზე იმას ნუ გაუკეთებდო ამას ხო ხვდებით ანუ ეს დახვეწის პროცესში არის ჯერ კიდე გარკვეული მიმართულებები ასევე ჩნდება ახალი ცნებები ესთეტიკურ მედიცინაში, როგორიც არის პეპტიდები, ნუ პოლინუკლეოტიდებზე უკვე ძალიან ბევრს საუბრობთ, საკმაოდ დიდი ხანია, მაგრამ პეპტიდები ეს უკვე ახალი, თუმცა ახალიც არ არის, ძალიან ბევრი პრეპარატი ძალიან დიდი ხანი არსებობდა, მაგრამ ახლა დაიწყეს უფრო გააქტიურება. უფრო ბუმი გაეხლა. ეგზოსომები, მაგრამ ეს ყველაფერი მე თუ მკითხავ, ექიმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთებს თუ არა კონკრეტულ პრეპარატს, მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებით. რას ნიშნავს ეს მტკიცებითი მედიცინა? ახლა ამდენს რო გავყვირით, რომ პაციენტებმაც იცოდნენ. მტკიცებითი მედიცინა ეს არის უკვე ძალიან დიდი კვლევის შედეგად დადებული დასკვნები. აქვს პეპტიდებს და ეგზოსომებს ძალიან დიდი ხნის კვლევები, მაგალითად ისეთი როგორც ბოტოქსი. არა, ვერ ექნება, საიდან ექნება, ახალია. პეპტიდებს ზოგიერთს აქვს. პეპტიდებს აქვს, ეგზოსომებს არა. პეპტიდები საკმაოდ დიდი ხანია არსებობს. ეგზოსომებს აქვს გარკვეულ ეგზოსომებს აქვს კვლევები, მაგრამ ეხა 100 წლიანი კვლევები არ აქვს. მაგრამ ნახეთ, იმ ეგზოსომებშიც არის განსხვავება. და ექიმმა იმ ეგზოსომას კი არ უნდა მოკიდოს ხელი, რომელიც იაფია. და იაფია და მოდი წამოვიღებ და ამას წინათ, ხო, ამას წინათ დარეკა ერთ-ერთმა ბრენდმა, არ ვიცი, არც ვიცი იმ ბრენდის სახელით და ალბათ აქვს თავიანთი მონაცემთა ბაზა და მეუბნებიან, რომ 350 ლარა 7 ფილერი არ გინდათო? ფასდაკლება გვაქვს. 350 ლარა 7 ფილერიო. და ჩემ პასუხი კი იცი, რაც იქნებოდა. მაგრამ მე სულ რამდენიმე ფილერით ვმუშაობ, რომლებსაც ზუსტად ვიცი,
რამხელა გამოცდილება, რამხელა კვლევები უდგას უკან, რომ მე ვიყო პაციენტთან მართალი და რომ მე სინდისიერად მოვემსახურო პაციენტს და არა იმიტომ რომ ფული გავაკეთო. ხო, ჩემთვის მთავარი პაციენტის ჯანმრთელობა და შედეგია და მე სხვა დანარჩენი. ასევე ფიქრობს ყველა კარგი ექიმი დამიჯერებს. კი, ყველა ნორმალური და კარგი სპეციალისტი ზუსტად ასე ფიქრობს და განსაზღვრავს. რეალური არის და აი სად მივედეთ ხო ხედავ მაინც ასე იაფად პრეპარატი. რა გვეშველება? იცი რა არის? ჯერ უნდა გვეშველოს ჩვენი რეგულაცია, მე ამის რეგულაცია, ყველაფერს რეგულაცია შველის. მე სულ იმას ვამბობ, რომ რეგულაციაო არ არის გამოსავალიო. რატო? როდესაც ჩვენ ღვედი გადავიკარით მანქანებზე არ იყო გამოსავალი რომ შემცირდა სიკვდილიანობა, ხო იყო გამოსავალი. ვიდრე არ დაგვაჯარიმეს, მანამდე ხო არ ჩვენი სიცოცხლე იყო ის. მაგრამ არ ვუფრთხილდებოდით ჩვენ სიცოცხლეს, ვიდრე რეგულაციაში არ მოექცა და ვიდრე ვიღაცამ არ დაგვაჯარიმა ამის გამო. კი ბატონო, ასევე საჭირო არის ნორმალური რეგულაცია, საჭირო. რომელიც ასევე დაარეგულირებს მაგ ვედრო ათმანეთათაც და ჩვენს პროფესიასაც. მე მინდა რომ ისევ მიუბრუნდეთ აი ტუჩზე თქვით რომ აღარ იკეთებენო. არა, როგორ არ იკეთებენ, მაგრამ მეორე ადგილზე კარგი, მოდი ტუჩზე რო ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო თემა არის. კი. საინტერესო თემა არის ერთი იქედან გამომდინარე, რომ აუცილებელი არის, რომ როდესაც ტუჩის აუგმენტაციას და ჩვენ ხმე და სოფო ერთ აკადემიაში ვასწავლით და როდესაც იქ საქმე მიდგება, რომ ტუჩი ვასწავლო, პირველ რიგში იმას ვამბობ, რომ როდესაც ტუჩს აკეთებთ, აუცილებლად, როგორც აღნიშნეს, სახის პროპორციებია გასათვალისწინებელი. თვალი, ცხვირის ტუჩთან მიმართებაში, ზედა ტუჩი, ქვედა ტუჩთან მიმართებაში, ქვედა მესამედი, ზედა მესამედთან მიმართებაში, ასე უამრავი რაღაცა არის იქ გასათვალისწინებელი. ასე გამოგვივა ძალიან ლამაზი და რა ვიცი, გინდა ბუნებრივი დაარქვი და როგორც გინდა ისეთი დაარქვი ტუჩი. შემდეგ ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი ის არის, როგორ ტექნიკას ვიყენებთ. ეგრეთ წოდებული Russian lips ტექნიკა, ჩაბარდა წარსულს და ვინც ახლა აკეთებს ძალიან დიდ შეცდომას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ეგრეთ წოდებული რაღაცა ბანტები, გაურკვეველი, რომელიც ისეთი ტექნიკით კეთდება, რომელიც აზიანებს ძალიან ქსოვილებს და იწვევს მიგრაციას ფილერისას. გასაგებია. აი არ არსებობს რო არ შეგენიშნათ ნინო ქუჩაში ძალიან ბევრი ქალი რომელსაც ეგრეთ წოდებული ულვაში ფილერის ულვაშები აქვს. ეს არის არასწორი ტექნიკით შესრულებული ტუჩის ბრალი. მესამე საკითხი არის გაუბედურებული ქსოვილი ტუჩის. რატო? დამიმატე, მეტი მინდა, დაშლა სჭირდება ზოგიერთის მიერ გაუბედურებულ ტუჩს, დაშლი ამ დროს რა ემართება ქსოვილს და ანატომიას კარგავს საერთოდ. ანუ ის ქსოვილი აღარ არის ჩაფიბროზებული, გაუბედურებული ქსოვილი არის. რომელსაც ჯერ მოვლაჭირდება და ეს ვერ გავაგებინე ხალხს, იმიტომ რომ სწრაფი ეფექტი არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენ რომ შედეგი მივიღოთ ნორმალური და ჯანსაღი შედეგი, დრო გჭირდება ამისთვის. დღეს მოხვალ და ხვალ სხვანაირი წახვალ. მოდი რა, სიმართლე ვთქვათ. არ არის სწორი. თუმცა არის გარკვეული სიტუაცია, როდესაც ფილერით მოდელირებას, როდესაც მე პირადად სუბოლოს ვაკეთებ ფილერით მოდელირებას, როდესაც დავასრულებ ხარისხზე მუშაობას ყველაფერს, მაგრამ კაი ბატონო, დავასრულე ეს ხარისხზე მუშაობა და კი ბატონო, ეს ადამიანი საერთოდ ისეთი უცებ ხელშევლებული გადის ცოტა სხვანაირი ჩემი კაბინეტიდან ისეთი როგორიც მას უნდოდა. მაგრამ დაგვიჯერეთ, როდესაც გეუბნებით, რომ ჯერ ქსოვილს მოვლა ჭირდება. ანუ ამდენ დაშლილ და განაკეთებ ტუჩზე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჯერ ამ ფიბროზებს შეძლების დაკვარად მოვუაროთ, მოდი ასე ვთქვათ, და შემდეგ ვიფიქროთ მის შემდგომ აუგმენტაციაზე. აი ეს პრობლემა უკვე წამოვიდა. და შემდეგ უკვე წამოვიდა პაციენტების შიში. ვაიმე, მეც ხო არ დამემართება. კი, შიში არის. ეს არ მექნება. კარგია, ზოგჯერ ეს ძალიან კარგია. და ზოგჯერ უკვე მე ვთავაზობ პაციენტს, რომ გასაკეთებელია ტუჩი, იმიტომ რომ ტუჩი არა მხოლოდ ბიუთიფიკაციისთვის კეთდება, ანუ ის რა ვთქვათ, რაც არ გქონდა და გინდა ცოტა, არამედ ტუჩიც განიცდის დაბერებას.
და ის რაც გქონდა თქვათ 10 და 20 წლის წინ აღარ აგაკ და უბრალოდ გინდა რომ თავის ფორმებს დაუბრუნო და ვეუბნები ზოგჯერ პაციენტს რომ ხელის შევლება ჭირდება რა ცოტა დავაბრუნ არაფერს არ ვცვლი არ შეგცვლით უბრალოდ რაც 10 წლის წინ აი მე არ აგეხვეწები ის რო დადის ის რო დადის ჩამოვი აი არ მინდა რომ ისე ვიარო კი ბატონო მე ჩემ თავზე ვიღებ ხოლმე აი მე ვიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას რომ თქვენ ისი არ იქნებით შეშინებულებიც არიან კი კარგი. სხვათა შორის ძალიან ხშირია არასწორი ინფორმაცია თვითონ მსმენელებში და პაციენტებში. ძალიან ხშირად მე ძალიან ბევრჯერ მსმენია, როდესაც პაციენტს შეშინებული არის და გონია რომ რატომღაც ტუჩებში კეთდება ბოტოქსი. კეთდება. აი ახლა ეს ახსენი. აი დაგისვი სპეციალურად კითხვა. კი ბატონო. ზოგიერთი ტუჩი ბოტოქსის გარეშე არ უნდა გაკეთდეს. თუმცა ეს ბოტოქსი უნდა ვიცოდეთ სად უნდა გავაკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ ზოგიერთი ფორმის ტუჩი ეს მარტო კანი კი არ არის, არამედ კუნთიც არის. და აი ეს კუნთი, რომელსაც ორბიკულარის ორის ვეძახით ჩვენ, ყველას ერთნაირი არ გვაქვს. მისი ტონუსიც ყველას ერთნაირი არ აქვს. შესაბამისად გარკვეული ფორმები და ზომები არის. და ზოგიერთი ფორმის ტუჩს თუ არ გავუკეთებთ ბოტულინოთერაპიას ჯერ და მერი არ გავაკეთებთ ფილერით აუგმენტაციას, ზუსტად ის იწვევს მიგრაციას. რა იგულისხმება ზუსტად ტუჩში გაკეთება? აი შენ შეგიძლია დაასაბათ, აი მაგალითად გვიჩვენო ეს ადგილი. შენზე გაჩვენო სოფოთო ჩემზე. შენზე ბატონო. კი ბატონო, ნახე. გააჩნია ისი გაკეთება გვინდა, მაგრამ ორი ვარიანტი არის ამისი. ერთი არის, როდესაც კეთდება აი ერთ ან ორ წერტილში თვითონ კონტურზე. მეორე ვარიანტი არის, როდესაც, იმიტომ რომ ეს ორბიკულარისი ნახეთ, როგორ მოდის აი ეს კუნთი. მეორე ვარიანტი არის, როდესაც გააჩნია შეფასების შემდეგ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივია, როდესაც აი ამ ადგილას კეთდება ორბიკულარისზე და მესამე ვარიანტია, როდესაც აქაც კეთდება და აქაც კეთდება. გააჩნია რამე? გააჩნია რა გვინდა და რისი შედეგის მიღება გვინდა. ამის შემდეგ უკვე კეთდება ფილერით აუგმენტაცია და ვიღებთ არაჩვეულებრივად ლამაზ ტუჩს. ხო, მაგრამ ეს ვთქვათ, რომ ეს ყველასთვის არ არის. პაციენტებს არა, გააჩნია ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. არა, ყველას არა. ეს არის ინდივიდუალური პრობლემებიდან გამომდინარე. ამის გარდა, მან ძალიან ბევრი შესაძლებელი ერთეული გვაქვს. ამ ორბიკულარის ორისის გარდა აქ კიდევ ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ეგრეთ წოდებული ალაკვია ლაბინაზი, აი ეს კუნთი, რომელიც იწყება, აი აქედან, აი ანატომიურ სახელებს აღარ ვიტყვი, გადმოდის ასე, მოდის ცხვირის ფრთასთან გაივლის და უერთდება აი ამ ნაწილში ტუჩს. და შესაბამისად ეს ტუჩი წევს ტუჩისა და ცხვირის კუთხის ფრთის ამწევი კუნთი, ასე ქვია ქართულად. მასაც დიდი გავლენა აქვს ამ ჩვენს ტუჩზე. ამიტომაც შეიძლება მისი ინიცირებაც დაგვჭირდეს ჩვენ გარკვეულ ადგილებში. მოკეთ ეს კიდე აი მანდარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის უნდა აკეთებდეს კვალიფიცირებული სპეციალისტი. და შეფასება უნდა იცოდეს, შეფასება უნდა იცოდეს. აი ეგ აუცილებელია, რაზეც აი არ ვიცი, რატომღაც ატეხეს ერთი ამბავი, დიახ, უნდა აკეთებდეს სპეციალისტი, კვალიფიცირებული სპეციალისტი, უნდა იცოდეს შეფასება, ვის რა სჭირდება, როგორ სჭირდება, ეს არც საწყენია არაფერი და როდესაც მსმენელი ისმენს, ხო? ამიტომ უნდა მიმართოს სპეციალისტს. სოფო, მე ვაკეთებ პროექტირებას რამესას? შენ გინახავს, გაგიგია? აბა არქიტექტორი რატო უნდა აკეთებდეს ჩემს საქმეს? ყველა მხოლოდ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. პური მეპურემ გამოაცხოს ბოლო-ბოლო, ხო? ამაში არაფერი არ არის გაუგებარი. TikTok-ზე და Instagram-ზე გავრცელებული ტრენდებიდან აი ყველაზე მეტად რომელი გაღიზიანებთ? აი რომელს არ ეთანხმებით ისე რომ აი ძალიან არ ეთანხმებით. სიმართლე გითხრათ, მე TikTok-ი არ მაქვს. თუმცა ჩემი სოციმედია ახლა მეუბნება რომ უნდა შეგიქმნაო. არ ვიცი ჯერ რას გადავწყვეტ. Instagram-ით და Facebook-ით კი ბატონო ვპოზიციონირებ და ვმაუწყებლობ. ყველაზე მეტად იცი რა მაღიზიანებს ნინო? უცოდინრობა.
როდესაც ვაწყდები ადამიანებს, რომლებიც გმოძღურავენ აი ამ სოცქსელებიდან, მაგრამ საშინელ სისულელეებს საუბრობ. ზუსტად, დიახაც, არა სპეციალისტი, სპეციალისტები. ხო, აი ეს მაღიზიანებს ყველაზე მეტად. ახლა მე ვფიქრობ, როდესაც შემხვდება, ხო, ავსკროლა და შემხვდება და ხანდახან დავინტერესებული რა თქმა უნდა მომისმენია. ახლა ამას ხო usmens პაციენტი, რომელმაც არ იცის არაფერი, ხო დაიჯერა ახლა ეს ვიღაცამ. ხო და მანდ არის პრობლემა ზუსტად, აი ნახე 30 წამიან ვიდეო სიუჟეტს უფრო ღებულობენ, ვიდრე 30 წუთიან ექიმის რჩევას. რა თქმა უნდა. აი მანდ არის ყველაზე დიდი პრობლემა. კი, აუცილებლად. ეს ძალიან დიდი პრობლემაა ადამიანებს აღარ უყვართ კითხვა. რა თქმა უნდა. აი ახლა მაგალითად ჩავწერე ვიდეო ფოტოდაბერების შესახებ, ანუ ზაფხულია, მზია, რუჯია, SPF-ია და ასე შემდეგ, ბევრი ისეთი ინფორმაცია არის, რომელიც ამ დროს უნდა იცოდეს ადამიანი. ჩავწერე ვიდეო 30 წამიანი და დავდე გრაფიკული პოსტი, რომელშიც კიდევ უფრო მეტად ჩავშალე რაღაცა თემები, რაც მე ვერ ჩავატიე 30 წამში. ჩემს 30 წამიან ვიდეოს გაცილებით მეტი ნახვა აქვს, ვიდრე წაიკითხეს ის პოსტი, რომელშიც განმარტებული იყო SPF 30, 50 თუ 100. რატომ, რა არის ეს ბოლო-ბოლო, რა არის რუჯი, საიდან მიიღება, იქ ჭრილში არის, ძალიან ბევრი ისეთი საინტერესო დეტალი მაქვს, მე ჩაშლილი, რომელსაც ახლა ვერ მოყვები 30 წამში ყველაფერს, ხო? და ვიფიქრე, რომ ასე მივაწოდითი საზოგადოებას ამის შესახებ. აღარ გვიყვარს კითხვა და აღარ გვიყვარს ბევრი მოსმენა. ხო, ნუ მოსმენა, ეს მე მგონი მოსმენის კულტურა საერთოდ დავკარგეთ და მე ვფიქრობ ზუსტად 2 და 3 წუთის მერე არის მოსმენა საინტერესო, რაც უფრო გაიხსნები ადამიანი და ღრმად შედიხარ იმ საინტერესო თემას, უფრო ღრმად აანალიზებ, ეგ არის ყველაზე საინტერესო. ამაზე ფსიქოლოგი ყავს მოსაწვევი. მოვიყვან აუცილებლად ვაპირებ ფსიქოლოგის მოყვანას, მოწვევას, აუცილებლად გეგმაში გვაქვს და საინტერესოა კი და აუცილებლად და კიდევ არა მარტო ამაზე ფოტოშოპში. არა, ბევრი თემაა საინტერესო, რაც ესთეტიკას ეხება და იცი რა არის? აი ექიმი როდის ამბობს არას და სად არის ის ზღვარი ექიმს და პაციენტს შორის? აი არა. ხშირად მithქვავს უარი. რა დროს? ორ შემთხვევაში ვამბობ უარს. პირველი, როდესაც ადამიანი მოდის ჩემთან მზა პროცედურით ან პრეპარატით და მეუბნება, რომ ეს პროცედურა გამიკეთე, ან ეს პრეპარატი გამიკეთე. მე ვეუბნები, არა, ნუ თუ ჩვენი შეხედულებები თანხმედრაშია, კი ბატონო. მაგრამ თუ იმ კონკრეტულ პაციენტს არ ჭირდება არც ის პროცედურა და არც ის პრეპარატი, მე ვეუბნები უარს. მეორე შემთხვევა, რის გამოც მეორე მიზეზი უბრალოდ რის გამოც უარს ვეუბნები, ეს არის მისივე უსაფრთხოება. ანუ მე არ ვთვლი, რომ იმ პაციენტს საერთოდ შეიძლება ჩაუტარდეს პროცედურა. ან შეიძლება იმ მომენტში არ შეიძლებოდეს მისთვის პროცედურის ჩატარება. მისივე უსაფრთხოებიდან და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ვეუბნები უარს. აი, იცი როგორი კითხვა მაქვს, მაინც კიდევ ერთხელ, მე ჩემი გულის ტკივილი მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ძალიან წინ წავწიო, ასე ვთქვათ, მაინც მოვლის კულტურა არაინვაზიური. ძალიან საინტერესო. არაინვაზიური, მე მაინც ბოლომდე ვაწვევი ამას. არის კატეგორია პაციენტების თუ ადამიანის, რომელსაც ეშინია, ვთქვათ, ნემსის. არის თუ არა საჭირო ყველასთვის ეს ინვაზიური პროგრამა, ანუ სჭირდება კი ყველას ეს ინვაზიური მოვლა. ინვაზია ძალიან ფუფუნება არის, ძალიან დიდი სიამოვნება არის და ყველაფერი ფინანსებთან დაკავშირებული. რა თქმა უნდა, არაინვაზიური ეს მოვლითი სისტემაც არ არის იაფი, მაგრამ ხომ შეიძლება რომ არაინვაზიური მეთოდით მოუაროთ სახეს. ეხლა შენ სპეციალისტი ხარ, პრაქტიკოსი, თეორეტიკოსი, ანუ და იცი რა არის, ყოველთვის ვსვავ ამ კითხვას. შეგიძლია შენ ურჩიო და წინა პლანზე წაწიო აი ეს პროცედურები? შემიძლია კი რა ვაკეთებ. ეხლა რატო? კაი მიხარია. ნახე, კანი, ჯერ ხო სახე მარტო კანი არ არის და მერე კიდე კანი შედგება თვითონვე 3 შრისგან. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს, ხო, ეპიდერმისი, დერმა, ჰიპოდერმი.
ის რაზეც სოფო საუბრობს ახლა ეს არის ეპიდერმისი და ჩვენ თუ ვთქვათ დერმაზე ვმუშაობთ, ჩვენ თუ ჰიპოდერმაზე ვმუშაობთ, რა თქმა უნდა გარკვეულწილად ეპიდერმისეც ვმუშაობთ ჩვენ ინვაზიური პროცედურებით. მე მაქვს პაციენტთან ჩემი დავალება, საშინაო დავალებას ვეძახი ამას. ეს არის სახლში სწორი მოვლის რუტინა, რომლის გარეშეც მე პაციენტს არ ვიღებ. თუ ამ საშინაო დავალებას არ შეასრულებს, იმიტომ რომ უმნიშვნელოვანესია რომ ეპიდერმისი გამოიყურებოდეს კარგად. ეს არის ზუსტად ის კრემები, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, რომელიც სამწუხაროდ ნუ დერმამდე არ ჩადის და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ხოლმე ნემსი ხანდახან. და მეორე ეს არის საკაბინეტო პროცედურები, რომლებიც არაჩვეულებრივი და მე ვარ შურიანი ადამიანი, ყველაზე მეტად მშურს ხოლმე აი ამ პროცედურების, როდესაც ვუკეთებ ჩემ პაციენტებს, იმიტომ რომ აი მინდა რომ იმათ ადგილას ვიწვევ. ძალიან ბევრი შენ იცი, კარბოქს თერაპია თუ რაც არის ხო უამრავი სხვადასხვა პროცედურა არის არაჩვეულებრივი, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი ეპიდერმისი კარგად გამოიყურებოდეს. იცი რა რას ვიტყვი? შეიძლება დაბერების პროცესს ჩვენ ვერ გავაჩერებთ, გამორიცხული თემა. მე არ ვიცი რა იქნება 10 წელიწადში, 20 წელიწადში შეიძლება მოხდეს სასწაული, ძალიან იბრძვიან ამისთვის, რომ ასეთი დაბერების პროცესი შეანელონ, მაგრამ მე ცოტა მეშინია ასეთი რაღაცეების, მაგრამ იცი, თავის მოვლა შინაგანი ჩვენი ხასიათი. კი, აუცილებლად. შინაგანი ჩვენი სულიერი, აი ესეთი სული სილამაზე, რასაც ქვია. თუ არ ვიქნებით ბოღმიანი. აი პირველი რასაც ყოველთვის აღვნიშნავ, არ ვიქნებით რაღაც აი სულ უარყოფითად განწყობილი სხვების პოზიტიურები ვიქნებით. მე მგონი დაბერების პროცესი ბევრად შენელდება. არა, ის საინტერესოა. ბოღმიანი ადამიანები როგორ ბერდებიან? ძალიან ცუდად და სხვათა შორის აგიხსნი ერთ რამეს. ეს არ არის ჩემი აზრი, ეს არის სტატისტიკური მონაცემები და არის კვლევები ჩატარებული. თავიდან ახალგაზრდა ადამიანს არ ეტყობა ესე, მაგრამ როგორც კი გადააბიჯებს იმ ზღვარს 45, 40, 50 წელი, ადამიანს მისი ხასიათი პირდაპირ სახეზე აღებეჭდება. ესე იგი, ბოღმიანებს უფრო მეტი საშინელება, შანსი აქვს. სტრესი, სახეზე. ნახეთ, დაბერება ეს არის მულტიფაქტორული პროცესი. და დაბერება არ არის მარტო კანი, ან მარტო სახე, თუნდაც ხალხო ერთიანი და ერთიანი რა თქმა უნდა, მთლიანად. თქვენ არიცით ნაწლავური ფლორა და საერთოდ კუჭნაწლავი რამხელა გავლენას ახდენს, თუნდაც კანზე. დაბერების პროცესთან. კანი რო ავიღოთ. ეს არ არის მხოლოდ ცალკე თავი ამოღებული და გადადებული, ხო? ყველაფერი ერთიანობაშია. ორგანიზმი არის ერთიანი და მთლიანი. ესთეტიკა არის მედიცინა. მე აი ამ ლოზუნგებით დავამთავრებდი თქვენთან. მე მაქვს ერთი ბოლო კითხვა, რომელიც დასკვნის სახით მინდა კითხოთ, რას ურჩევდით 20, 30 და 40 პლუს ქალბატონებს? ეს ძალიან საინტერესოა სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველა ასაკს რა თქმა უნდა თავისი სილამაზე და მშვენება აქვს, მაგრამ ყველა ასაკს კიდე თავისი პროცედურები ახლავს, თუმცა ერთი რამე მინდა გავითვალისწინოთ. ჩვენ დღეს ესთეტიკას განვიხილავთ არა ასაკობრივიდან გამომდინარე, არამედ მდგომარეობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. ზოგიერთ შემთხვევაში 35 წლის ქალს არ ჭირდება ის, რაც ჭირდება 25 წლის ახალგაზრდას. თლად ასაკობრივადაც ვეღარ მივუდგებით უკვე ამ საკითხს, იმიტომ რომ ყველა ადამიანზე სხვადასხვა ფაქტორი მუშაობს. გენეტიკური, გარეგანი და შინაგანი სხვადასხვა ფაქტორი. ამიტომაც არსებობს, თუმცა შეგვიძლია მაინც რაღაცა ჭრილში ვისაუბროთ ასაკთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდა ასაკში ეს არის სახლში მოვლის პროცედურა, ანუ სახლში მოვლის რუტინა, რომელიც უკვე 12 წლის ასაკიდან უნდა ჩამოიყალიბოს ალბათ ბავშვმა, რომ მას უკვე შემდგომში პრობლემები არ წარმოეშვას. შემდეგ უკვე ეს გახლავთ ბოტულინო თერაპია. რომელიც იმიტომ გვჭირდება, რომ პრევენცია მოვახდინოთ ჩვენ ნაოჭების და რომელიც არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ის, რომ მე უფრო მეტი გინდა და მე ასე არა, ხალხო, ეს არის ბოტულინო თერაპია უფრო პრევენციულია, ვიდრე ასაკობრივი. დამიჯერეთ. შემდეგ ნელ-ნელა უკვე იწყება მდგომარეობის და საჭიროების მიხედვით რევიტალიზაციები, რომელიც ჯერ არის მხოლოდ დატენიანების კუთხით, შემდეგ უკვე სტიმულაციების კუთხით და შემდეგ უკვე იწყება, რა თქმა უნდა, ამას შუაში შეიძლება ბიუტიფიკაციებიც ჩავთოთ, ფილერების მოდელირება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაც
თავარი და მთავარია ეს არის სწორი კიდევ და კიდევ სწორი შეფასება. და ამის კიდევ შემდეგ უკვე აი დასკვნას ერთს დავამატებ 20-დან 30 წელი. ყველაზე საშიში პერიოდი რატო? მაგ პერიოდში ყველა ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ადრეა დაბერება. არა, ეს პრევენცია. არის ზუსტად 20-30 წელი. ყველაზე საშიში პერიოდი. აი მაშინ ფიქრობს ადამიანი, რომ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ყველაფერი. მაგრამ აი მერე უცებ იწყება ეს დაბერების პროცესი. ამიტომ სახლის მოვლის კულტურა, სახლში მოვლის ეს სქემა ყველა ადამიანმა უნდა შეიმუშაოს, რაც მას სჭირდება, მისთვის რა არის საჭირო. სხვათა შორის ნებისმიერ კოსმეტოლოგი იქნება ეს თუ ესთეტიკური მედიცინის ექიმი შეუძლიათ მიმართონ, შეიდგინონ მათთვის საჭირო სქემა. რა თქმა უნდა. მე მაგალითად თავისუფლად ესე პაკეტი, გვაქვს, რომ არაფერი რო არ გავუკეთო, მოვა ჩემთან კონსულტაციაზე, შევუდგენთ კი. ეგრე არის. კი, ესე არის ჩვენც ესე პაციენტს სათითაოდ ყველას ვუდგენთ რა არის ის მოვლითი სქემა აუცილებლად. კი, კი, ეგრე არის. და ის უნდა ინექციის გარეშე გააგრძელოს ცხოვრება, ოღონდ სწორი მოვლით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დაელოდეთ რიგით მე-15 ეპიზოდს. სოფო შეგაწყვეტინე რაღაც. კარგად ვზანდებოდეთ.